მაზიარეს ცოდნასა. მე მეფე თამარი, მე მკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. 6 წელი მოვანდომე ჩემივე მოძღვართან სწავლასა, 1172-1178. მაზიარა სპარსულ ენასა, ელინურ ფილოსოფიასა. წმინდა მამათა ისტორიასა. მათივე ზნეობრივი ცხოვრების ძალასა. ისტორია ბაბილონისა და ძველი ეგვიპტისა. ისტორია იბერთა მოდგმისა. მასწავლა ახალი ქართული ნიშანი. შემაყვარა პოეზია. შოთამ მასწავლა მთავარი. ხერხი სხვათა ენის დაუფლებისა. ვიცოდი სხვა ხალხთა ენების ცოდნა მაზიარებდა იმავე ხალხის კულტურასა. შოთამ ბევრად ხრმად მაზიარა ელინთა კულტურასა. მათივე პოეზიასა. მანვე თარგმნა ელინთა და რომაელ ფილოსოფოსთა შრომები. თარგმნის პროცესშივე გავცნობი ვარ უცხო სწავლულთა ნააზრევსა. უცხო ენათა მარტივად დაუფლების ხერხი მიუგნია პოეტსა. თქვა: აიღე მთავარი 100 სიტყვა შენივე ენისაო. ამდენივე დაიზეპირე უცხო ენისაო. ისწავლე ხერხი ახალი სიტყვის აგებისა. 100 სიტყვის ძირსა 1000 დაშენდებაო. მერე ისწავლე პირობა და სათვალავი. დიდ ენათა ძირი, იგივე მთავარი სიტყვა 500 იქნებაო. დანარჩენი დაშენდებაო. ახალ სიტყვათა შექმნა სწავლულთა ხელიაო. ჩვენამდე ენის სიწმინდეს ქურუმნი იცავდნენო. ქმნიდნენ ახალ სიტყვასა ან ცვლიდნენ სტრუქტურას უცხო სიტყვათაო. ადრე იბერიულით, მერე ქართულითაო. წმინდა მამათა ერთ-ერთი მთავარი მისია ენის სიწმინდის დაცვა იყო. სიტყვის ქარაგმა სხვათა აღმატებულებას ნიშნავს. სახელსა ვარქმევთ ჩვენივე სიტყვასაო. სიტყვა ცოცხალია, ვითა მგზავრი და მცველი ამბისა. ადგილის სახელთა შეცვლა იგივე დაცვა ადგილის ამბისა. ახალი სახელი ერთგვარი ჯავშანი ძველისა. იბერია ძველთაგანვე სახლი ორი ხარისა. მოდგმა ზანთა და ხეთთა ერისა. არისიანის სახელი ორია, ქედი და მთა, კისერი და თავი ხარისა. სახელი პანთახი რქმევია, სახლი ჩემი ხარისა. მაჭარის ხევის სახელსა შეინახავს აჭარა. პური ყველა ენას პურობამდე მიდისო. ჩვენი პური სალოცავია, სამადლობელი, ღვინო და სტუმარმა სპინძელი. ამბავი თამადისა, ხორცი მაცხოვარისა. დასაწყისი და დასასრული ამა სოფლისა. ხმელა პურის ცნობა ტახსაც არ გაუძნელდებაო. ფასი ენისა საზეპუროა. სამყაროს სიმაღლეცაა. ჩვენმა წინაპარმა სიტყვის საზომად დაადგინაო. თურმე ქურუმთა ენას ასაკი ჰქონია სიტყვასა. საზომი ცა ყოფილა. უძილო ღამე დამთენებია ციცერონისა და პლატონის თარგმნასა. სოკრატე და ციცერონი მოსწონდა შოთასა. არ უყვარდა პითაგორა, დიდ მოაზროვნედ მიაჩნდა. შოთა გავიცანი მისივე ნათესავის სახლსა. გამაცნო დემეტრე უფლისწულმა, მისმა ამ ხანაგმა. ერთად ვიყავით დღეობასა. პატარა ვიყავი 10-სა. მერე გავიდა 10. არ შევხვედრი ვარ შოთასა. თურმე ამბოხის მერე ტუსაღად დარჩენილა. მოკვდა მეფე გიორგი. მაკურთხეს ვითა მეფე ქართველთა. პირველად ეკურთხა ქალი ქართველთა მეფის ტახტსა. იმავე დღიდან გარემოცვა ეკლესია, წარჩინებულნი ნათესავნი არჩევდნენ მეფე თამარის საკადრის საქმროსა. ყველას თავისივე გამორჩეული სურდა ვითა საქმრო მეფისა. ეგონათ თუ შევირთავდი მათივე რჩეულსა, მათივე გავლენა გაიზრდებოდა. ასე ეგონათ მანამ შევირთავდი პირველ ქმარსა იური რუსსა. გაუძნელდათ გაზრდა გავლენისა. ვითა ნამდვილი მეფე ვწყვეტდი. ჩემთვის მთავარი საზრუნავი დაცვა სამეფოს ძლევამოსილებისა. პირობა იგივე პირის ნიშანი. სათვალავი იგივე რიცხვი.